მთვარეზე დაბრუნების კოსმოსური პროგრამა არტემის 2-ის გაშვება ტექნიკური ხარვეზის გამო გადაიდო. აქამდე ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ 4 ასტრონავტის მონაწილეობით დაგეგმილი მისიის გაშვება 6-დან 8 თებერვლამდე გადაიტანა. ახლა კი სააგენტოში განაცხადეს, რომ მთვარის რაკეტის გაშვებას მარტში გეგმავენ, თუმცა კონკრეტული რიცხვი ამჯერად არ დასახელებულა. ამის მიზეზი ორშაბათს 2 თებერვლას ჩატარებული ტესტია, რა დროსაც გამშვებ პლატფორმაზე მყოფი რაკეტის ძრავი და სისტემა უნდა გამოეცადათ. აღმოჩნდა, რომ გადამწყვეტი ტესტის დროს საწვავის გაჟონვა მოხდა. კოსმოსური სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ გაშვების გადადება გუნდებს საშუალებას მისცემს გადახედონ მონაცემებს და ჩაატარონ მეორე გენერალური რეპეტიცია ფრენის ტესტირებამდე. გაჟონვამ რაკეტის ისედაც 3 წლით დაგვიანებული ფრენა კიდევ უფრო გაახანგრძლივა. არტემის 2 10 დღიანი მისიაა და რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს. პირველ და მეორე დღეს ასტრონავტები სხვადასხვა კომპონენტის შემოწმებაში გაატარებენ. მათ შორის ისინი ხელით მართვის სისტემასა და კომუნიკაციებს გამოცდიან. როგორც კი ყველაფრის გამართულად ფუნქციონირება დადასტურდება, რაკეტის მეორე საფეხური ძრავებს კიდევ ერთხელ აამუშავებს და ორიონს მთვარის მიმართულებით გაგზავნის, თავად კი მას ჩამოცილდება. მესამიდან მეხუთე დღემდე პერიოდი მთვარემდე მისაღწევადაა გამოყოფილი, რადგან 370,000-მდე კილომეტრი მანძილია დასაფარი. შედარებისათვის დედამიწის ორბიტაზე მოძრავი საერთაშორისო კოსმოსური სადგური მხოლოდ 402 კილომეტრ დისტანციაზეა. ამ დროის განმავლობაშიც ეკიპაჟი სხვადასხვა ტესტირებას ჩაატარებს და ტექნოლოგიებს გამოცდის. მე-6 დღეს ორიონი უკვე დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ორბიტაზე შევა და მას ერთხელ შემოუვლის. ასე მოხდება იგი მთვარის შორეულ მხარეს, რა დროსაც დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში პლანეტასთან კავშირი გაწყდება. ეს იმიტომ, რომ აღნიშნული ნახევარსფერო დედამიწასთან მუდმივად ზურგშექცებითაა, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით შორსაა. მომდევნოდან მე-9 დღემდე ორიონი დედამიწისა და მთვარის გრავიტაციის გამოყენებით შინ დასაბრუნებელ ტრაექტორიაზე გადაინაცვლებს. მე-10 დღეს იგი უკვე პლანეტაზე დაბრუნდება, ატმოსფეროში მაღალი სიჩქარით შემოვა. ამისთვის ის გაუმჯობესებული თბოდაცვითაა აღჭურვილი და ეკიპაჟი წყნარ ოკეანეში პარაშუტების მეშვეობით დაეშვება. მათ იქიდან ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების წარმომადგენლები გამოიყვანენ. ამის შემდეგ კი სააგენტო მზადებას უკვე არტემის 3-ისათვის დაიწყებს, რომელიც მთვარეზე ასტრონავტების დასმას გულისხმობს. We are Artemis.